საქართველოს შინაგან საქმეთა ახალი მინისტრი ხავს. ვახტანგ გომელაურის შემდეგ ძალოვან უწყებას გელა გელაძე ხელმძღვანელებს. ახალი მინისტრი თანამშრომლებს პრემიერ-მინისტრმა პირადად წარუდგინა. ირაკლი კობახიძემ თანამშრომლებთან შეხვედრისას ვახტანგ გომელაურს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა და ახალ მინისტრს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. თემას ანა ბროლაძე განაგრძობს, ანა გისმენთ. დღეს ირაკლი კობახიძემ პირადად წარუდგინა თანამშრომლებს მინისტრთა კაბინეტის ახალი წევრი და მომავალი ხელმძღვანელი ძალოვანი უწყების და პირადად გადაუხადა მადლობა ასევე სამინისტროს წარმომადგენლებს იმის გათვალისწინებით, რომ მათ ძალიან მძიმე პირობებში უხდებოდათ მუშაობა, როგორც პრემიერ-მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, აქციების პირობებში და თქვა, რომ სწორედ მათი პროფესიონალიზმის და მათი ხელმძღვანელის პროფესიონალიზმის დამსახურება იყო ის, რომ მოახერხა ქვეყანამ რევოლუციის 4 მცდელობის აღკვეთა და ამ რევოლუციური მცდელობებით ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის გეგმები. და დღეს ამაზე საუბრობდა ირაკლი კობახიძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან შეხვედრისას, აღნიშნა, რომ ძალიან რთული და ასე ვთქვათ, ემოციურად მძიმე იყო მათთვის ვახტანგ გომელაურის მიმართვა, რომ დაეტოვებინა თანამდებობა იმის გათვალისწინებით, რომ ეს გამოცდილი სტაჟიანი მინისტრთა კაბინეტის წევრი არის მათი მეგობარი და ამ კუთხით გაუჭირდათ მისი თხოვნის დაკმაყოფილება და გაუჭირდათ იმიტომაც, რომ მისი პროფესიონალიზმი იყო მნიშვნელოვანი ქართული ოცნების გუნდისთვის, თუმცა როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მხოლოდ ერთი პირობით გაუშვეს ვახტანგ გომელაური თანამდებობიდან დააკმაყოფილეს მისი მიმართვა, რომ იმ შემთხვევაში თუ დასჭირდება ქართული ოცნების გუნდს ხელისუფლებაში რომელიმე თანამდებობაზე მისი დაბრუნება, ის მზად იქნება, რომ გუნდის ეს შეთავაზება მიიღოს. თქვენი საქმიანობისთვის თითოეული თქვენგანის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერების საქმეში და შინაგან საქმეთა სამინისტრო არის ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი საყრდენი, ჩვენი ქვეყნის ძლიერების ერთ-ერთი მთავარი საყრდენი. თამამად შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ამაზე დგას ჩვენი სიმტკიცე. გვაქვს ძალიან დიდი გამოწვევები, თუმცა სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის სიმტკიცის წყალობით ჩვენ მოახერხეთ ძალიან ბევრი გამოწვევის დაძლევა და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალშიც ეს ყველაფერი ასე გაგრძელდება. კიდევ ერთხელ თითოეულ თქვენგანს მადლობა თქვენი საქმიანობისთვის და თქვენი დამსახურებისთვის ჩვენი სახელმწიფოს და ჩვენი ქვეყნის წინაშე. და ამ ყველაფერში განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვის ბატონ ვახტანგ გომელაურს. ის ემსახურება და ძალიან რთულ საქმეს. რა თქმა უნდა არ არის მარტივი მოწყობის ხელმძღვანელობა, მით უმეტეს ასეთ დროს, მარტო ბოლო 4 წლის გახსნება რა დღეს, როდესაც პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში უწევდა სამინისტროს და პირადად მინისტრს ძალიან რთულ პრობლემებთან, გამოწვევებთან გამკლავება. იყო 4 მცდელობა, მოეწყოთ არეულობა, შეეცვალა არეულობის გზით ხელისუფლება ჩვენს ქვეყანაში, მხოლოდ 4 წლის განმავლობაში იყო 4 მცდელობა. თუმცა სწორედ ბატონი ვახტანგის და თითოეულ თქვენგანის დამსახურებით ჩვენ მოახერხეთ პრობლემის თავიდან აცილება და სახელმწიფო მოახერხა რასთავარია სუვერენიტეტის და თავის დამოუკიდებლობის შენარჩუნება, უსაფრთხოების შენარჩუნება. ვახტანგ გომელაური გამოემშვიდობა თანამშრომლებს, ხოლო გუნდს გაეცნო ახალი მინისტრი გელა გელაძე, რომელმაც თქვა, რომ მზად არის თანამშრომლობისთვის, რომ ეს მიმართულება მისთვის უცხო არ არის. მან მადლობა გადაუხადა ასევე უკვე ყოფილ მინისტრს, რომ მუდმივად მხარდამჭერი იყო, ასე ვთქვათ, მისი ქმედებებისა და გადადგმული ნაბიჯების და ამას გრძნობდა ყველა იმ თანამდებობაზე მუშაობისას, როდესაც ის მუშაობდა ძალოვან უწყებაში თუ კვეთა ქონია სხვადასხვა სამინისტროებში, სხვა პოზიციებზე ყოფნის დროს. ვახტანგ გომელაურმა კი ასევე მადლობა გადაუხადა თანამშრომლებს და თქვა, რომ დასახული ამოცანების შესრულებას ვერ შეძლებდა ამ თანადგომის გარეშე, რომელსაც მუდმივად გრძნობდა სამინისტროში დასაქმებული კადრებისგან და აღნიშნა, რომ 10 წელი, როდესაც ის იკავებდა სხვადასხვა თანამდებობას, არა მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროში, არამედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც არის საკმარისი დრო, ძალიან რთული პერიოდების გავლა მოუწია და ის საკუთარ წერილშიც განმარტავდა, რომ იმ მოცემულობაში, როდესაც ქვეყანაში ვითარება არის უკვე მშვიდი და დასტაბილურებული, მან საკუთარ თავს მისცა უფლება და გუნდს მიმართა თხოვნით დაეტოვებინა თანამდებობა, რათა ოჯახთან კიდევ უფრო მეტი დრო გაატაროს. ყოველთვის სხვა პრემიერულად 10 წელი ცოტა არ არის, ყოველს მოგეხსენებათ.
ურთულესია თუნდაც უსაფრთხოების სამსახურის მიმართულება, მithumetes ბოლო რამოვლენების განვითარდა უსაფრთხოების სამსახურში მუშაობის დროსაც, რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს დროსაც, რაც ბატონმა პრემიერმა ახსენა, ესე ვთქვათ, ვიტყოდი ხაზგასმული ბრძოლები რუსთაველზე არ ქონია, მართლა 90-იანი წლების შემდეგ, რაც ქონდა ნამდვილად და გადავიტანეთ ეს და შევინარჩუნეთ ეს სუვერენიტეტი და სახელმწიფო ესე ვთქვათ. მინდა ყველა თითოეულ თქვენთანაც მადლობა გითხრათ ნამდვილად, თქვენ გვერდში ვიქნები ყოველთვის და რაც გააკეთეთ. თქვენ მე მარტო ვერ გავაკეთებ, თქვენთან ერთად გავაკეთე და თითოეული იგივეთან დაწყებული დამთავრებული თქვენით მინდა ყველას მადლობა გითხრათ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბატონო პრემიერო, მე მინდა გელაძე არ არის უცხო თქვენთვის მიულოცო პირველ რიგში და წარმატებები უსურვო, არც ჩემთვის არ არის უცხო და ჩვენი ოჯახის წევრი ესე ვიტყოდი, რომ სასაჭირო იქნები, თქვენ გვერდში იქნები ყოველთვის. დიდი მადლობა ბატონო პრემიერო ტობისთვის, ბატონო ვახტანგ დიდი მადლობა ყოველთვის სხვა საჯარო სექტორში მუშაობის პერიოდში ბატონო ვახტანგი გამორჩეულად ჩემი პირადი მხარდაჭერი იყო და ამისთვის დიდი მადლობა იმისთვის რაც ამ უწყებისთვის გაქვთ გაკეთებული რეფორმებიდან დაწყებული პროცესების მაგრამ თითოეულ თქვენთანაც მადლობა თქვენ თანამშრომლებს ფასდაუგდებელია თქვენი შრომა ეს გარემო არ არის ჩემთვის უცხო ყველას თითქმის ვიცნობ და დარწმუნებული ვარ კიდევ უფრო მეტ წარმატებას მივაღწევთ ერთად ვახტანგ გომელაური შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას ორჯერ იკავებდა პირველად 2015 წლის პერიოდში რამდენიმე თვე, შემდგომ უკვე 2019 წლიდან ამ დრომდე დღეს დილით გავრცელდა მისი გადადგომის შესახებ ინფორმაცია და მან ისაუბრა სპეციალურ განცხადებაში თანამდებობიდან წასვლის მიზეზებზე და ამ განცხადებიდან მალევე უკვე მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი გელა გელაძე წარუდგინა მედიას და საზოგადოებას და ამის შემდეგ უკვე თავად თანამშრომლებს უწყებაში. მადლობა პირდაპირ ეთერში ანა ბროლაძე საუბრობდა.